ევროპის 24 ქვეყანა და ავსტრალია. ყველა მათგანი შეეცდება პირველობისთვის ბრძოლას ევროვიზიის გრანდიოზული ფინალის ფარგლებში. სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალმა კიდევ 10 ფინალისტი გამოვიდა. 2019 წლის შემდეგ პირველად ფესტივალის დასკვნითი შოუ კავკასიური ქვეყნების გარეშე ჩაიგდეს. საქართველოს შემდეგ საუკეთესო ათეულში ვერც ერთ ნახევარფინალში განთესილი სომხეთი და აზერბაიჯანი. გამაგრდა ბუკმეიქერების პროგნოზი და ფინალში მსმენელის წინაშე კვლავ წარსდგება წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტი დანია. ზედიზედ 2 წლიანი ჩავაგნის შემდეგ მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა ავსტრალიამ. შორეული კონტინენტის წარმომადგენლები ევროვიზიაზე მე-11 მონაწილეობენ. მათი დებიუტი სწორედ ვენაში გამართულ საიუბილეო მე-60-ე კონკურსზე 2015 წელს შედგა, როდესაც ავსტრალია პირდაპირ მოხვდა ფინალში სტუმრის სტატუსით და ამ დროის განმავლობაში 5-ჯერ შეძლო საუკეთესო ათეულში მოხვდა. ერთხელ კი გამარჯვებამდე ცოტა დამატება. ავსტრალიის მონაწილეობასთან დაკავშირებით ევროვიზიის ფანებს შორისაც არსებობს არცთა სხვადასხვაობა. კონტინენტის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, თუმცა ევროპის მაუწყებელთა კავშირის წესების მიხედვით ევროფესტივალზე გამოსვლა არ ცნობს საზღვრებს და ამისთვის აუცილებლად არ მოითხოვს ქვეყანა კონტინენტურ ევროპას მიეკუთვნებოდეს. სოციოლოგ ქსელებში ცნობადობის მიუხედავად ევროვიზიას გამოირჩა გასული წლის მასპინძელი შვეიცარია. კონკურსში პირველობისთვის წელსაც გააგრძელოს ბრძოლას ევროვიზიის ყველაზე წარმატებულად მიჩნეული უკრაინა, რომელიც მონაწილეობის ისტორიაში არც ერთხელ არ დარჩენილა ფინალს მიღმა. ბოლო 22 წელიწადში კი გამარჯვება 3-ჯერ მოახერხა, თუმცა სრულმასშტაბიანი ომის გამო მასპინძლობა მხოლოდ 2-ჯერ. ეს წელი მეტნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა ბალკანური სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის და მეორე ნახევარფინალური ტურიდან შაბათის დასკვნით შოუში გადავიდნენ ალბანეთი და რუმინეთი. და 14 მაისის ნახევარფინალური შოუების შედეგების მიხედვით გადასულ 20-ს 16 მაისის გრანდიოზულ ფინალში შეუერთდებიან დიდი 4-ხეულის წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან, ასევე წლევანდელი კონკურსის მასპინძელი ავსტრია. ევროფესტივალზე ისრაელის მონაწილეობით გამოწვეული ბოიკოტი ფინალში ავტომატურად გადასულთა რაოდენობაზეც აისახა. სწორედ ამიტომ ესპანეთის გამოდიშვი დიდი 5-ხეული ახლა დიდ 4-ხეულად იქცა, თუმცა ევროფანების იმედით, რომ ეს დროებით მოხდა.